ტყუპებო, როგორ ხართ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არხზე და თქვენს გაშლაზე, ტყუპებო. მოდი, ამ დღეებისთვის თქვენს ენერგიებს დაუკავშირდეთ. შეგახსენებთ, რომ ეს ზოგადი გაშლებია, ამიტომ გთხოვთ აიღოთ ის, რაც რეზონანსს იწვევს და რაც თქვენ სიტუაციას შეესაბამება, რაც არა, გაუშვით. გთხოვთ ნახოთ თქვენი მთვარის ნიშანი და ასცენდენტი, რადგან ისინი გაძლევენ საშუალებას. დაინახოთ კიდევ რაღაც მეტი იმასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოვიდეს. ნახოთ, რას მეუბნებიან თქვენი მეგზურები იმაზე, რაც შეიძლება ამ უახლოეს საათებში მოვიდეს. ნახოთ, ტყუპებო, რას გვეუბნებიან? კარგი, მონეტების მეფე, პროგრესი, კეთილდღეობა, სიტუაციები, რომლებიც ლაგდება მას შემდეგ, რაც გაიარეთ რთული გარემოებები, რომლებიც უკვე დიდი ხანია მოჰქონდათ ზურგით. აქ გაქვთ ძალიან გამომჟღავნებელი ბარათი, ეს არის გამოცხადების ბარათი. გაქვთ ზომიერების ბარათი და ვარსკვლავის ბარათი. ძალიან ლამაზია თქვენი გაშლა. იცით, აქ თქვენ გაყენებენ კეთილდღეობისა და წარმატების პოზიციაში, გეგმები, პროექტები, სამუშაო, ბიზნესი, სიტუაციები, რომლებიც კლიენტებთან უნდა მოაგვაროთ. შესყიდვები, რომლებიც წინ გაქვთ საკითხები, რომლებიც უნდა მოაწესრიგოთ, არა? რაიმეზე წერტილის დასმა და ამასთან ერთად ისეთ ადგილზე, ისეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში დაყენება, სადაც მოგებასაც მიიღებთ, სწორედ ამას აუწყებს მონეტების მეფე. გეგმები, რომლებიც თითქოს თავისით ძალიან გამართულად წავა, პროფესიული და ფინანსური წარმატება და უპირველესად სხვა საკითხების კვლევა, არა? სხვა ბიზნესების კვლევა, სხვა შესაძლებლობების კვლევა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ამის გასაკეთებელი უნარი გაქვთ და ამ დონის ხართ, არამედ იმიტომაც, რომ გაქვთ რესურსები, რომლებიც არ მოგაკლდება. საქმეები იწყებს დაალაგებას იმასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება იყოს სტაბილური სამუშაო. ამ სამუშაოდან შემოსავალი, იმ ეკონომიკური სტაბილურობის დაბრუნება, რომელიც ადრე გქონდათ, ან პრივილეგირებულ ადგილზე დამკვიდრება, რისთვისაც უკვე დიდი ხანია მუშაობთ. ამისთვის საჭიროა იმის გაგება, რომ დახმარების თხოვნა საჭიროა იმ ტვირთების გაშვება, რომლებიც თქვენ არ გეკუთვნით, ქცევის გარკვეული შაბლონების გატეხვა, რადგან განსხვავებული შედეგები გვინდა. კვერთხების 10-იანი გვეუბნება, რომ შეიძლება თავი იგრძნოთ გამოფიტულად, დაღლილად და უპირველესად გვერდზე გაწეულად, რადგან საჭიროა საბოლოო წერტილი დაუსვათ უამრავ ტვირთს, რომელიც უკვე აღარ გვეხება. და ესეც გაძლევთ გარკვეულ თავისუფლებას, რათა თქვენ შეძლოთ, ცხადია, ამ წარმატების მიღება. მეტი ხელმისაწვდომობა გაქვთ, მეტი გახსნილობა გაქვთ და უპირველესად მეტი დინება გაქვთ. თუ თქვენ ისევ აგრძელებთ პასუხისმგებლობების დაგროვებას, ნივთების შეგროვებას და ყველაფერზე საკუთარ თავზე აღებას, ვერ გექნებათ სივრცე, რომ ცხადია მონეტების მეფის მიერ მოტანილი კეთილი ბედი მიიღოთ. ამიტომ უნდა გაუშვათ და ქცევას გაემიჯნოთ. იმ ქცევას, რომ მე მოვაგვარებ, მე შემიძლია მე გავაკეთებ, მე ავიღებ საკუთარ თავზე და ასე რჩება ეს თქვენს ცხოვრებაში სამუდამოდ, მაშინ როცა უკვე მორჩა, დიდად აღარ აქვს აზრი. აზრიანიც არის, რომ თუ თქვენ მონეტების მეფის პოზიციაზე დგახართ, შეძლოთ დელეგირება და ასევე დახმარების თხოვნაც, თუ ის გჭირდებათ ნებისმიერი ფორმით. იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ხელსაყრელად უნდათ ეს დახმარება გაგიწიონ. გამოცხადება ან გამხელა მოდის განდეგილის თანხლებით, რომელიც გვაძლევს სინათლეს, გვაძლევს სიბრძნეს, გვირჩევს ჩვენი შინაგანი ხმის მეშვეობით და აკეთებს იმას, რომ თუ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს, შევძლოთ მტკიცებს ვთქვათ არა და ეს გავაკეთოთ სწორად, მოწიფულად. იგით სალაჰად, dapat nating pagsumikapan ang ating kapayapaan at panloob na kakayahan. Sa madaling salita, hanapin natin ang mga sagot na kailangan natin na madalas nating hinahanap sa ibang tao. მაგრამ თქვენ იცით, რომ ყველა პასუხი თქვენშია. გადაწყვეტილებები მოდის შეთანხმების ხელით, კეთილგანწყობილი და ემპათიური შეთანხმების. გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მოვიდეს შედეგის სახით მოლაპარაკების შეთანხმებიდან, რადგან აქ არის მონეტების მეფე და ეს აზრს აძლევს ეკონომიკურ დინებას, აზრს აძლევს გაფართოებას, აზრს აძლევს მოგზაურობას, აზრს აძლევს უფრო მეტ ფულს, რომელიც მოდის, რადგან აქ არის მონეტების მეფე. მაგრამ ასევე შეიძლება ეს საუბარი მოდიოდეს შეთანხმებიდან იმ ადამიანთან, რომელთანაც დღემდე კარგი ვერ ახერხებდით შეთანხმებას, რადგან იყო სხვადასხვა ინტერესები ან სხვადასხვა ხედვები იმაზე, თუ რა შეიძლება ყოფილიყო თქვენი ერთ-ერთი სურვილი. სურვილი შეიძლება ყოფილიყო ამ ადამიანთან ურთიერთობის ქონა, სურვილი შეიძლება ყოფილიყო ამ ადამიანთან
სიტუაციის დალაგება პირადი კუთხით. ადამიანი თქვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რაც შეიძლება აქ მიიღოთ ამ მოლაპარაკების შედეგად და ამას გარდა ძალიან გაბედნიერებთ. დიდ ჰარმონიას გაძლევთ, დიდ ბალანსს, დიდ სიმშვიდეს და დიდ ძალას რო წინ განაგრძოთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ სიტუაცია ისე ლაგდება, რომ შენ ამას ერთგვარ სამკურნალო ენერგია დაღიქვა. თითქოს იწმინდები, თითქოს შორდები მთელ იმ დაძაბულობას, რაც აქამდე გაწუხებდა და მართლაც ამ ადამიანთან გულწრფელი საუბრის შემდეგ შინაგანად სრულად მშვიდდები. ეს განცდა გაძლევს ძალას, რომ იგრძნო თავი გაცილებით მსუბუქად და თავდაჯერებულად, რათა მომავალში უფრო მეტად ჰარმონიულად განაგრძო შენი ცხოვრებისეული გზა. ეშვებით და უპირველესად თითქმის მაშინვე ხედავთ, რომ თქვენი ოცნება რეალობად იქცევა. დაიწყეთ საკუთარი თავის უფრო მეტად რწმენა, რადგან ამას შედეგად მოაქვს რთული სიტუაციის დასრულებაც. ნახოთ, კიდევ ცოტას რას გვეუბნებიან ბარათები. ეს გაშლები ყოველთვის კოლექტივისთვისაა. თქვენ უკვე იცით, რომ თუ გინდათ ჩემთან პირადი გაშლა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ვებგვერდის მეშვეობით ჩაწერით. აქ ხედავთ მისამართს ვიდეოში, მაგრამ ასევე გაქვთ დამაგრებული კომენტარი თქვენს ნიშანთან. აქ სასიყვარულო სიახლეებია და ეს იმ ტყუპებისთვისაა, რომლებიც ვიღაცის გაცნობას განიზრახავენ. ან იმ ტყუპისთვის, რომელსაც უკვე ყავს ვინმე, არა? რადგან ვიღაც თავაზობს იმას, რაც შეიძლება იყოს ურთიერთობის სრული სისავსე, თავიდან დაწყება იმ საუბრის მეშვეობით, რომელსაც მოაქვს გამოსავალი. Basim panahon kini sa pagduol nga ang usa ka tawo makakaplag og tinguha og kaysog nga moduol kanimo ug mosugyot nga magkailamo sa usag-usa sa lahi nga paagi. Dili lang kay magpabili lang sa lugar isip amigo o amiga lang yun. Madamias განზრახული აქვს თქვენს გულში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. შეიძლება ამ ადამიანთან უახლოეს რამდენიმე დღეში ურთიერთობდეთ. თქვენ შემთხვევაში ტყუპებო, ვინც მარტო ხართ და გახსნილი და მიმღები ხართ ვინმესთან კავშირის დასამყარებლად, ეს ადამიანი შეიძლება თქვენს სამუშაოს უკავშირდებოდეს, შეიძლება იმ სიტუაციებს უკავშირდებოდეს, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ. ეს ადამიანი საკმაოდ ახლოსაა თქვენთან და მალე მიხვდებით, ვისზე გელაპარაკებით, რადგან ეს ადამიანი რაღაც ფორმით მოგიახლოვდებათ და თქვენ მიხვდებით. გექნებათ ნიშანი, რომ სწორედ ეს ადამიანია. შეიძლება, როცა მოგიახლოვდება, ვერ გაბედოს გულწრფელად გითხრას, რომ სინამდვილეში სულ სხვა განზრახვა აქვს და სულაც არ სურს მხოლოდ მეგობრული ურთიერთობის ფარგლებში დარჩეს შენთან. რადგან მის გულში შენს მიმართ გაცილებით უფრო ღრმა და სერიოზული გრძნობები ტრიალებს. შეიძლება დროთა განმავლობაში ნდობა მოემატოს, მაგრამ რადგან გაქვთ ასების ტუზი, ეს ბარათი გიცხადებთ ძალიან ხელსაყრელ, ძალიან კეთილის ყოფილ ურთიერთობას. ამას ასევე ისევ აქვს განკურნების მნიშვნელობა. ამას ასევე აქვს თქვენი სურვილის ძალა. აქ არის თხოვნა, აქ ითხოვეს, ტყუპებმა ეს ითხოვეს და ცა გაძლევთ ამას, რადგან ეს სიტყვა სიტყვით სულიწმინდაა, რომელიც გიწყალობებთ შესაძლებლობას, სიხარულით გაიხსნათ ემოციურად, რათა იგრძნოთ თავი ნასაზრდოებად და იმედიანად ურთიერთობასთან დაკავშირებით. ეს ახალი ურთიერთობაა, რომელიც მოდის ისეთი სიტუაციის ხელით, რომელსაც თქვენ მიყავხართ ახალ ემოციურ ასპექტამდე, ანუ ახალი ემოციური ასპექტის განცდამდე, რაღაცამდე, რაც თქვენთვის ნამდვილად უკიდურესად გარდამქმნელი იქნება და ცხადია, მოიტანს ბევრ სიხარულს და კიდევ უფრო მეტ კმაყოფილებას. და ამასთან ერთად, უკვე ვნახეთ ზომიერების ბარათითაც, მაგრამ თქვენ შეხვალთ სიმშვიდის მდგომარეობაში და საკმაოდ მადლიერი იქნებით იმისთვის, რასაც იცხოვრებთ. კარგი, შეიძლება ისიც იყოს, რომ ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში მოვიდეს მეგობრად ყოფნის განზრახვით, არა ახალი შესაძლებლობა სხვა სფეროში, რადგან შეიძლება შესაძლებლობასთან ერთადაც მოვიდეს, შემოგთავაზებთ შესაძლებლობას ისეთი სფეროსთვის, რომელიც პირდაპირ წაგიყვანთ ადგილისკენ, საქმიანობისკენ ან სიტუაციისკენ, რომელიც თქვენ ნამდვილად გაკმაყოფილებთ, გამშვიდებთ. Masyado mo itong nagugustuhan at malalim ang koneksyon mo sa mga bagay na may kaugnayan sa psikolohiya. Maging ang iyong inspirasyon ay sadyang nakahanay ng husto sa aspeto ng espiritualidad. Maari ring ikaw ay mas madalas nang makaramdam ng matitinding emosyon sa mga nakaraang araw o kaya naman ay nakararanas ka na ng mga malilinaw at makatotohanang panaginip na tila totoo sa iyong pagtulog. Actually, sa intereso sulieri ka mo ba? Esaris ემოციური განკურნების უმთავრესი ბარათი რაღაც, რასაც თქვენ უკვე დიდი ხანია ეძებდით და რაც ახლა ვლინდება.
კარგი, ვისი პატიება იქნება საჭირო, ზოგი ამას შეძლებს, სხვები საკუთარ თავს აპატიებენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ცუდი მოგონებების გამო ტანჯვა შეწყვეტ. შეწყვეტ ტანჯვას ემოციური დისკომფორტის გამო, შეწყვეტ ტანჯვას ისეთი სიტუაციის გამო, რომელიც შესაძლოა კარგი გამოწვეული იყოს ვაჟით, ქალიშვილით, რადგან ზოგჯერ სხვა თასები სწორედ ამაზე გვეუბნება, რომ იყო რაღაც გარკვეული დისტანცირება, რაღაც საკითხი აქვს შვილთან, ვაჟთან, ქალიშვილთან და აქ მოდის ის ვაჟი ან ის ქალიშვილი მოგიტანთ შესანიშნავ ამბავს და მოგიტანთ დიდ სიმშვიდეს. გაგამხნევებთ და მოგცემთ იმ სიხარულის განცდას და ცხოვრების აღნიშვნის სურვილს, რადგან მადლიერი ხართ იმ ვაჟის ან შვილების, რომლებიც გყავთ. აქ ამაზე ლაპარაკობს. აქ გაქვთ იმპერატორი. იმპერატორის ბარათი არის ბარათი, რომელიც გვეუბნება წესრიგზე, სტრატეგიაზე, გვეუბნება იმაზე, რაც შეიძლება ძალაუფლება იყოს, იგივე ძალაუფლება, რომელიც მონეტების მეფეს ახლავს. მონეტების მეფე იზიარებს იმპერატორის ენერგიას, არა? ამიტომ აქ გვეუბნება, რომ თქვენ იმდენადვე შეძლებთ გააგრძელოთ ვიბრაცია ძალაში, წარმატებაში, ფულში, პროგრესში. როგორც ასევე ძალიან შეგიძლიათ იმავე ძალით იმოქმედოთ რაციონალურად, სანამ არ მიხვალთ იმ ადგილზე, რომლის დაკავებაც გინდათ. და განახორციელოთ ეს ძალა როგორც ბუნებრივმა ლიდერმა, რადგან ამას აკეთებს იმპერატორი. ის უპირველეს ყოვლისა საკუთარი ცხოვრების ლიდერია და ასევე შეუძლია უხელმძღვანელოს სხვა ადამიანებს, თუ ეს თქვენი ინტერესია. ეს არის დრო, როცა მიხვდებით, რომ მონეტების მეფის მიერ მოცემული წყალობით თქვენ შეძლებთ ორგანიზებას და ძალითა და ნებით ბრძოლას, რათა მიაღწიოთ ამას, რაც გსურდათ. ფხრობთ რაღაცას, რაც საბოლოოდ უკვე თქვენს ხელმისაწვდომობაშია, არა? მეუბნება შესანიშნავ სამუშაოზე, დაწინაურებაზე, სტაბილურობა ან უსაფრთხოება, რომელსაც ეს გაძლევთ, იწვევს იმას, რომ სხვაგვარად დაალაგდეთ და უკვე ცნობილზე კიდევ უფრო მეტი ისურვოთ. დაალაგდებით და იბრძოლებთ, რათა იმაზე მეტი მიიღოთ, ვიდრე ახლა გაქვთ. და თუ ეს მომენტი ჯერ კიდევ არ დამდგარა, არ გაჩერდებით, სანამ ამ ენერგიაში ვიბრირებას არ დაიწყებთ. გსურთ გააკონტროლოთ, შეგიძლიათ აკონტროლოთ საგნები ისეთი გზით, რაც თქვენთვის სასარგებლოა, რათა თქვენმა ეკონომიკამ თავი უფრო თავისუფლად იგრძნოს, არა? რათა დაიწყოთ თავის გრძნობა სიმრავლის ვიბრაციაში. თქვენ მოაწყობთ და იბრძოლებთ თქვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, გაითვალისწინებთ იმას, თუ რა არის გასაკეთებელი, მაგრამ ასევე ჩადებთ ამავე ენერგიას ამ კავშირში, რადგან ის ცხადია იმპერატორია. ასე რომ იქ თქვენ ხელახლა დაუკავშირდებით ამ ადამიანს, თითქოს პირველი დღე იყოს, რათა თავიდან დაიპყროთ მისი გული. ეს არის ისეთი შეგრძნება, თითქოს იგივევნება გაძლიერებთ, ეს ადამიანი მოგწონთ, ამიტომ კარგი მე ისე ვაახლებ ამ გრძნობას და ეს არის თითქოს თავიდან დაპყრობა, მაგრამ ამას არ აკეთებთ როგორც რამეს, რაც გაწონასწორებთ, არამედ აკეთებთ იმიტომ, რომ ნამდვილად გრძნობთ ამის საჭიროებას. ნახოთ, რას გვეუბნება ენერგია მეგზურების გზავნილი. კარგი, აქ არის პასუხები, რომლებიც უკვე გაქვთ, რომლებიც განდეგილმა მოგცათ, მაგრამ პასუხები მოდის ამ საუბრის მეშვეობით, მოდის პასუხები, რომლებსაც მოაქვს გამოსავლები, მოდის პასუხები, რომლებსაც ელოდით და რომლებიც გამოგიყვანთ რთული სიტუაციიდან. თქვენ უკვე იცით თქვენს კითხვაზე პასუხი, არა? მაგრამ თუ მას ეძებთ ან პასუხებს სხვა ადგილიდან ითხოვთ, მეუბნება, რომ ეს პასუხი შეიძლება ასევე მოვიდეს დამტკიცების ადგილიდან. Angapinmoasarili, ngunit kung kailangan mo ng pagkilala, ibibigay nila. Nilaparakeba იმაზე, რომ შეიძლება ასევე იყოს მომენტი, როცა თქვენ ღია იქნებით ნიშნების და სიგნალების მისაღებად, რომლებიც ბუნებრივად წარმოდგება როგორც გზავნილები. მე გითხარით, ამ კონტექსტში იმის მეშვეობით, რაც შეიძლება იყოს კარგი ბუმბულები, სიზმრები, არ ვიცი, არხები, გაცნობიერებული სიზმრები, რიცხვები, ყველაფერაც მოგვიტანს ასეთი ტიპის სიგნალებს, არა? საჭიროა რაღაცის გამოკვლევა. მეუბნება, რომ შესაძლოა ისიც გაძლევდეთ პასუხებს. შეიძლება პასუხი მოვიდეს იმისგან, რაც არის სპეციალიზაცია რაღაცაში, რისი კეთებაც გსურთ. ყველაფერი დაკავშირებულია ამასთან, მონეტების მეფესთან და იმპერატორთან. შეიძლება ვინმე მოვიდეს ზუსტად და იყოს ძალიან დროული და მოგიტანოთ ძალიან ღირებული ინფორმაცია. საჭიროა შევინარჩუნოთ ინფორმაციისადმი ღია დამოკიდებულება. ასევე იმ ინფორმაციისადმი, რომლის მიღებასაც ვცდილობთ. ანუ ასევე გავხსნათ კარები, დავაკაკუნოთ იმ კარებზე, რომლებსაც შეიძლება გქონდეთ თქვენთვის მოსახერხებელი ინფორმაცია. და კარგი, იქ ვიღაც გაამჟღავნებს საიდუმლოს. არ ვიცი, არის თუ არა ეს საიდუმლოს გამჟღავნება ან აღიარება, რადგან იქ იყო თასების პაჟი.
მაგრამ შეიძლება ასევე იყოს, რომ ვინმე მოვიდეს და გითხრათ რაღაც ძალიან მოსახერხებელი, რაც დღემდე თქვენთვის უცნობი იყო. ასე რომ, ჩვენ ვენდოთ და განვაცხადოთ, რათა ეს მოხდეს.